თესკომ ქუთაისში 77-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დაითვალა. არსებული ინფორმაციით ქუთაისში 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული 152,939 ამომრჩევლიდან 59,652-მა მიიღო. ქუთაისის მერობისათვის რეგისტრირებული 3 კანდიდატიდან ხმების ყველაზე მეტი ოდენობა 37,771 ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა დავით ერემეიშვილმა მიიღო. შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწორედ ის დაიკავებს ქალაქის პირველი პირის თანამდებობას ქუთაისში. 3554 ხმა მიიღო გახარია საქართველოსათვის და ლელო ძლიერი საქართველოს ერთობლივმა კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა. 2761 ხმა მიიღო პარტიის საქართველო მერობის კანდიდატმა გიორგი ამაღლობელმა. დავით ერემეიშვილმა ქართული ოცნების ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. არჩევანი გაკეთებულია ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვიჭირა მხარი და ჩვენ კვლავ გავიმარჯვეთ. ქართულმა ოცნებამ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეს გამარჯვება არა მხოლოდ ხალხის ნდობა და პატივია, უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობაა და ჩვენ გავამართლებთ ამ ნდობას. მადლობა თითოეულ ქუთაისელს, ვინც დღეს საარჩევნო ყუთთან სწორი არჩევანი გააკეთა და ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას. მხარი დაუჭირა ქუთაისის უკეთეს ხვალინდელ დღეს და წინსვლას. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემს გვერდით იდგა საარჩევნო მარათონში ერთგულად შეუსვენებლივ გულწრფელად. მადლობა ქართული ოცნების მმართველ გუნდს სწორად, სამართლიანად და თანასწორ გარემოში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის. ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქის წინსვლა გრძელდება. ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ Facebook პოსტში. ცესკოს მონაცემებით იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. კერძოდ ბაღდათის, ვანის, ტყიბულისა და საჩხერის მერობის კანდიდატებმა, რომლებსაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტიც არ ჰყავდათ, ხმების 100% მიიღეს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგაძე გახდა, ვანის ალექსანდრე გოგორიშვილი, ტყიბულის დავით კუბლაშვილი, საჩხერის ლევან ივანაშვილი. რაც შეეხება იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე გახდა, ზესტაფონის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, სამტრედიის დავით ბახტაძე, ხონის ლადო ჯურხაძე. არაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი გახდა, თერჯოლის მერი მანუჩარ რობაქიძე, წყალტუბოს მერის თანამდებობას კვლავ გენადი მარგველაშვილი დაიკავებს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმერეთის რეგიონში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.